ამერიკის შეერთებული შტატები ახლო აღმოსავლეთში სამხედრო ძალას ზრდის. ისრაელის მედიაში გავრცელდა ცნობები, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა მორიგი თანამედროვე სტრატეგიული დანიშნულების საჰაერო თავდაცვის სისტემები გადასცა ისრაელს. საუბარია ანტიბალისტიკური თავდაცვის სისტემა THAAD-ზე. გაზრდილია სამხედრო ძალები ინდოეთის ოკეანეში. დიეგო გარსიას სამხედრო ბაზაზე, სადაც უკვე რამდენიმე ერთეული სტელსის სისტემის B2 ტიპის სტრატეგიული ბომბდამშენია განლაგებული. სამხედრო ბლოგებზე გავრცელებული ცნობების მიხედვით, ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის დეპარტამენტი ძალების მობილიზებას კვლავ აგრძელებს ირანის გარშემო. ახლო აღმოსავლეთში არსებულ ვითარებაზე ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმაც გააკეთა განცხადება. მე ვცდილობ ვივაჭრო, რომ სიტუაცია განიმუხტოს. ახლო აღმოსავლეთში ბევრი რამ ხდება. ისიც ჩვენ არანაირი პრობლემა არ გქონია ახლო აღმოსავლეთთან. არ გქონია პრობლემები ირანთანაც. არავისთან გქონდა პრობლემა. და შემდეგ მოხდა 7 ოქტომბერი. სიტუაცია შეიცვალა, იმის გამო, რომ ირანს ფული არ ჰქონდა, ვერავის აფინანსებდა. ახლა მათ აქვთ ფული, ასე რომ ვნახოთ რა მოხდება. პენტაგონი ავრცელებს კადრებს იემენში ირანის მიერ მხარდაჭერილი ჰუსიტების წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციის შესახებაც. საინფორმაციო სააგენტო როიტერმა კი გაავრცელა ინფორმაცია, რომ ირანის უზენაესმა ლიდერმა აიათოლა ალი ხამენეიმ ირანის შეიარაღებული ძალების საბრძოლო მზადყოფნაში მოიყვანა. ირანი მეზობელ ქვეყნებს, სადაც ამერიკული სამხედრო ბაზებია განთავსებული, აფრთხილებს, რომ თუკი კონფლიქტში ამერიკული ძალები მათი ქვეყნებიდანაც ჩაერთვებიან, ისინი მძიმე შედეგებს მიიღებენ. მიუხედავად იმისა, რომ ირანმა უარყო ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მოთხოვნა პირდაპირი მოლაპარაკებების შესახებ, მას სურს გააგრძელოს არაპირდაპირი მოლაპარაკებები ომანის მეშვეობით.